გამარჯობათ. კვირის განმავლობაში შოუ ბიზნესში მომხდარი სიახლეებით ეთერშია პროგრამა ინფორმატორი და ჩვენს დღევანდელ გამოშვებაში თქვენ ნახავთ. ძველით ახალი წლისთვის ილიკო სუხიშვილი და ვანიკო თარხნიშვილი ორიგინალურად ემზადებიან. კლუბ ნოანოაში 14 იანვარს ასაფართი გაიმართება. ჯერჯერობით გენერალური რეპეტიცია ჩატარდა. კლუბ სარდაფში სერგო ფარაჯანოვისადმი მიმძღვრელი საღამო მოეწყო, რომელსაც ყველა მისი ახლობელი ესწრებოდა. სტეფანემ კლიპი გადაიღო. კლიპს იღებს მაია ბარათაშვილი და ჯგუფი ემიც. ფილარმონიაში წლის სიმღერის დაჯილდოება მოეწყო. სპორტის სასახლეში საუკუნის ნოსტალგია 3-ის კონცერტი მოეწყო. 8 იანვარს სპორტის სასახლეში ჩატარებულმა ჩვენმა კონცერტმა მართლა დიდი წარმატებით ჩაიარა. საუკუნის ნოსტალგია 3-ს უამრავი ხალხი დაესწრო. მაგარი რაღაც გვაჩუკა მაესტრომ დღეს ჩვენ. მაგარი კონცერტია, არასოდეს ყოფილა. მაგარი კონცერტია, ყველაზე მაგარი, მე მგონი რაც კი ყოფილა, ჯერ რაც დაიწყო და რაც ვნახეთ. ამის შემდეგ რა იქნება არ ვიცი. დიახ! მაგარია! ძალიან მომწონს. ძალიან! კარგია, მაგარია. ძალიან მომწონს. ძალიან მაგარია. მითხარი რა მე თუნდაც უკვე მრავალჯერ ნამღერი დრო ამ წუთებს გაიხარეთ თქვენ. გილოცავთ ყველას ახალ წელს და ამბები ყველაფერი ერთად. ხო. გილოცავთ ყველას ახალ წელს შობას ძალიან მიყვარხარ და გოცნით. დავიღალეთ, წინ კიდე ერთი კონცერტი გველოდება. მაგრამ კაია, რომ ბევრი ხალხია მოსული, იმიტომ რომ ეს უფრო მეტ ენერგიას გვაძლევს. პრინციპში ეს ყოველთვის ასე იყო, მაესტროს კონცერტებზე ყოველთვის ბევრი ხალხი მოდიოდა. ასე რომ გაუმარჯოს მაესტროს. რა? გამარჯობათ. კაია. მადლობა. დიდ სცენაზე პირველად ვარ.
კლუბ ნოანოაში ძველით ახალი წლის ღამეს ორიგინალური საღამო მოეწყობა. ასაფართი, ტრადიციული ქართული ცეკვები, თანამედროვე ელემენტებითა და სუპერ თანამედროვე გარემო ალბათ კარგი სანახავი იქნება. ინფორმატორმა გენერალური რეპეტიცია გადაიღო. ქართველი მუსიკოსები საგრძნობლად გამოცოცხლდნენ. მაია ბარათაშვილი კლიპს იღებს. ასრულებენ კლიპის გადაღებას ემის გოგონები. სტეფანეს კი უკვე მზად აქვს კლიპი ახალ სიმღერაზე. ძალიან საინტერესო ანტურაჟი გამომიძებნეს, მინდა გითხრათ, საინტერესო სახეები გამოჩნდება კადრში და რა ვიცი, აბა. გეტყვით ასე ბაცანი. ერთის ვირტუალოდები, როდის იქნება ხვანილდეილი დღე, როდის ადგება ხვანილდეილი დღე და როდის გადაგვიღებენ ჩვენს. Два движения. Пришла ერთი მოძრაობა, ორი მოძრაობა და ეს აღარ გინდა. Да, всё хорошо. И пошла. სიმღერა მომწონს ძალიან ორიგინალური გამოვიდა ბავშვებმა არაჩვეულებრივი პარტნიორობა გამიწიეს. მეც ახლა როგორც ხედავთ კლიპის პროცესს უყურებ და მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო და კარგი სიმღერა უნდა გამოვიდეს. ჯგუფი ემი ახალ კლიპს იღებს. ცნობისათვის გეტყვით, რომ ეს ის სიმღერაა, რომელიც გოგოებმა მაესტროს წინა კონცერტზე შეგვისრულეს. ტექსტი არის მედიკო მღებრიშვილის, ბექ-ვოკალი არის ფლეშის და ბალანსი გააკეთა კოტე ნონიკოვმა. დიდი მადლობა ყველა ამ ადამიანს. და ეხლა მუშაობთ ამ სიმღერასთან დაკავშირებულ ვიდეო რგოლზე. კონკრეტულ თარიღს რეჟისორი არ გვეუბნება, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მალე იქნება ძალიან. ოსტოს ჩვენი სურვილი ასეთია. საბოლოო ჯამში მაინც ის გამოვიდა, რაც მე მქონდა წარმოდგენილი და რაც მე მინდოდა. უპირველეს ყოვლისა ჯერ მუსიკალურად იყო ისე, რომ თუ ხალხმა არც ვიტყვი, რომ ამ სიმღერაზე მუშაობდნენ ესეთი ხალხი როგორც თათუ სხურაშვილი, გია სალაღიშვილი, ვალერა პილტაკიანი, კახა ჯაგაშვილი, ანდრეი კლავიშებზე და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იყო ჩაწერილი სტუდია მაესტროში კოტე ნონიკოვთან. რისთვისაც ამ ყველა ადამიანს ძალიან დიდი მადლობა. რაც შეეხება კლიპს, პრინციპში მე და ნესტანმა ერთად მოვიფიქრეთ სიუჟეტი. დიდი არაფერი სიუჟეტი არ აქვს, უბრალოდ სტილისტიკა. მოვიფიქრეთ ჩვენ თვითონ როგორი უნდა ყოფილიყო ეს კლიპი
და რა ვიცი, მე პირველად ვარ კმაყოფილი. თვითონ კლიპი არის გადაღებული ერთ დღეღამეში, ანუ სადღაც საღამოს 8 საათიდან დილის კი არა და დღის პირველ 2 საათამდე მე არ დამზარავ და მუშაობდი. ახალ ალბომზე მუშაობ კოტენონიკოვთან. შედის ჩემი სიმღერები, შედის კიდე რამოდენიმე უცნობი ავტორის სიმღერები, რომლებიც საკმაოდ კარგია. ძირითადად ალბომი ჩაიწერება ცოცხალი ინსტრუმენტებით, აქ არ იქნება არანაირი კომპიუტერიზაცია და ასე შემდეგ. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წლის საუკეთესო სიმღერის დაჯილდოება ჩატარდა. ოქროს დისკი ეკა მამალაძემ აიღო. ოქროს ვარსკვლავი კი მერაბ სეფაშვილს ერგო. ეს პრიზი მომღერლისთვის მიხეილ სააკაშვილს უნდა გადაეცა, მაგრამ იმის გამო, რომ ბატონი მიხეილი თბილისში არ აღმოჩნდა, პრიზი მერაბს ნიკა მემანიშვილმა გადასცა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში იმას იმეორებდა, ვერაფრით წარმოვიდგენდი თუ ოდესმე სააკაშვილს შევცვლიდიო. რომელსაც ახლავე დაეცნო. ჰალო, Après ჟურნალი Oscar. Fortuna 97 სპეციალური დიპლომით. ისინი თუ შენი ლამაზი ალების ფერი თიკო ჯამბურია დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე თიკა ჯამბურია ზეცამდე სიკეთის ხიდია ამ სიმღერამაც ყველა ნომინაციაში გაიმარჯვა მუსიკა გია ანჩელის მოდესი ხარული დამატილე როგორ მეკატარა ყვავილის ხუთში მეც დამატილე ტიტული გადაეცა და მე მიხარია გუერთები მათ სიხარულს კიდევ ერთხელ ჯგუფი რონდო აპლოდისმენტები